საქართველოს პურის ხორბლის წარმოშობის ერთ-ერთი უძველესი კერა აღნიშნულთან დაკავშირებული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა ეროვნულ მუზეუმში. ნაშრომი და სტატია ამერიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა. ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა შეისწავლეს საქართველოს ნეოლითურ ნამოსახლარებში ასევე სხვადასხვა მიმართულებით გამოვლენილი არქეობოტანიკური მასალა, სადაც რბილ ხორბალთან ერთად იგილოფსის თავთავის ღეროს ნაწევრები და მარცვლები იყო აღმოჩენილი. ამავე კვლევით დადგინდა, რომ აღმოჩენილი მასალა 8000 წლის წინანდელია, რაც საქართველოს ღვინის სამშობლოსთან ერთად პურის ხორბლის ქვეყნადას აქცევს. ეს გახლავთ კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველოში აღმოჩენილია რბილი ხორბლის, ანუ იმ ხორბლის, რომელზეც მზადდება დღეს პური, მისი უძველესი კვალი. ეს თარიღდება 8000 წლით. ასე რომ თავმად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 8000 წლის წინ ჩვენი წინაპრები ამზადებდნენ ღვინოს და უკვე მოშინაურებული ჰქონდათ ხორბალი. ეს არის ძალიან დიდი მეცნიერული აღმოჩენა, რომელითაც საქართველო კიდევ ერთხელ ხვდება რუკაზე, მეცნიერულ რუკაზე, სადაც ხდება ინოვაციები სწორედ მიწათმოქმედებაში, ასე რომ საქართველო არის ერთ-ერთი უძველესი ცენტრი ინოვაციური მიწათმოქმედების. ეს არის ნამდვილად დიდი აღიარება. მე ვარ ბედნიერი, რომ ჩვენი ეროვნული მუზეუმი ბატონ დავით ფლოტკიფანიძის ხელმძღვანელობით ნამდვილად წარმოადგენს იმ გუნდს, რომელიც ჩვენ ქვეყანას ის კი არა, რომ ტრადიციებს შეუნარჩუნებს და ბევრ რაღაცას აღმოუჩენს, არამედ კიდე მრავალი წელი ეს მეცნიერთა გუნდი ძალიან დიდ წარმატებებს მოუტანს ჩვენ ქვეყანას. დღეს ძალიან დიდი დღეა ნამდვილად, არა მხოლოდ სამეცნიერო საზოგადოებისთვის და მულოცავ მთელ საქართველოს ჩვენ ეს ნამდვილად ასობით წლის მანძილზე ვიცოდით, მაგრამ ამის დადასტურება სამეცნიერო დონეზე არის მსოფლიო დონის აღიარება, რასაც ნამდვილად ჩემ თავსაც, ჩემ ქვეყანასაც და ჩვენ ხალხსაც ვლოცავ. ის რაც ქართველებმა კარგად ვიცოდით, მსოფლიო აღიარება მოიპოვა, რომ ხორბალი და პური არის საქართველოსთან დაწყებული და უძველესი კულტურის კერა არის საქართველო. როგორც ღვინო, ასევე ხორბალი და ამით იკვრება და კიდევ ერთხელ დასტურდება ის, რომ საქართველო არის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი კულტურის საწყისი მსოფლიო ცივილიზაციაში და არის უძველესი აგრარული ქვეყანა, რომლითაც ეს ყველაფერი დასტურდება.